ოზურგეთში ახალი გზის გაყვანას აპროტესტებენ ადგილზე შექმნილი საინიციატივო ჯგუფის მტკიცებით სამშენებლო სამუშაოები ქალაქში მდებარე სკვერს ანადგურებს. 2015 წელს მერიის მიერ მომზადებული სამშენებლო პროექტის მიმართ პრეტენზიები აქვთ ადგილობრივი საკრებულოს ოპოზიციონერ დეპუტატებს და არასამთავრობო ორგანიზაციებსაც, რომლებიც კანონდარღვევის მოტივით სამუშაოების შეჩერებას ითხოვენ. ადგილობრივი ხელისუფლება ბრალდებას არ იღებს. აღნიშნული მემორიალი, რომელიც გახლავთ ამ პარკში ახლა სხვა ადგილას განთავსებული, გახლავთ იმ ადგილას, სადაც ახლა გზა გადის, ხოლო მუხის ხე, რომელიც ქალაქის მერიამ აიღო და გადაიტანა სხვა ადგილას, გახლავთ აი აქ ცენტრალურ ადგილას. ეს ოზურგეთში მდებარე 9 აპრილის სკვერია, რომელსაც ორმხრივი გზა ორ ნაწილად ყოფს. სკვერის გადასარჩენად შექმნილი საინიციატივო ჯგუფის წევრები სწორედ ამას აპროტესტებენ. მათთვის მიუღებელია ის, რომ ახალმა გზამ სკვერის მწვანე საფარი გაანადგურა. საინიციატივო ჯგუფი არ გაჩერდება და მანამდე გავაგრძელებთ ბრძოლას, სანამ არ მივახსენებთ ჩვენს მიზანს, რომ ქალაქს შეუნარჩუნოთ აღნიშნული პარკი და მოხდეს პარკის რეაბილიტაცია. აუცილებელია რომ შენარჩუნდეს პარკი და აუცილებელია რომ შენარჩუნდეს პარკი ადამიანებისთვის. თავისი სკამებით, ინფრასტრუქტურით, გასართობი ადგილებით, იმისთვის რომ ადამიანებმა შეძლონ, მოვიდნენ და დაისვენონ. სკვერის ტერიტორიაზე გზის მშენებლობა კანონდარღვევით მიმდინარეობს. ეს არასამთავრობოების შეფასებაა. მესამე სექტორში მშენებლობაზე სპეციალური კვლევა ჩატარდა, რომლის მიხედვით ირკვევა, რომ მერიამ სამუშაოების წარმოებისას საქმის კურსში არც მუნიციპალიტეტის საკრებულო ჩააყენა და არც ცენტრალური ხელისუფლება. შეთანხმებული დასახელება და განხორციელებული პროექტი არ შეესაბამება არსობრივად განსხვავდება ერთმანეთისგან და საქართველოს მთავრობის ნომერ 23 დადგენილება ამ ყველაფერზე, ამ პროცესზე ზოგადად პასუხისმგებლობას აკისრებს ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტს. ის საკითხები, რაც განხილული იქნა საკრებულოზე, მხოლოდ განიხილავს ზოგად ნაწილს, რომელიც მოიცავს ქალაქ ოზურგეთის შიდა ქუჩების აღდგენა რეაბილიტაციას. იქ საუბარი არის 9 აპრილის სკვერის რეკონსტრუქციაზე ან ახალი გზის გაყვანაზე. ეს ეგრეთ წოდებული სკვერი გადაიჭრა და ერთი ქუჩა არის ერთი მიმართულებით სამხრივი, მეორე ქუჩა არ არის. ოპონენტების ბრალდებებს უარყოფენ ქალაქის ხელმძღვანელობაში. ოზურგეთის მერის ინფორმაციით მშენებლობა კანონის სრული დაცვით განხორციელდა და ის ქალაქს საცობებისგან განტვირთავს. ჩვენ გადავწყვეტეთ ერთი ქუჩა გავუკეთებინა სამხრივი ერთი მიმართულებით, მეორე ქუჩა გავუკეთებინა ასევე სამხრივი საწინააღმდეგო მიმართულებით და აი ამ გადაჭრით სუსტად ეს ორი ქუჩა დაუკავშირეთ ერთმანეთს. სკვერში მიმდინარე მშენებლობით სამართალდამცავები უნდა დაინტერესდნენ. ეს ოზურგეთის საკრებულოს უმცირესობის პოზიციაა. ოპოზიციის თქმით, სკვერის მშენებლობის პროცესი გაუმჭვირვალედ მიმდინარეობს, რაც კითხვის ნიშნებს აჩენს. განსხვავებული პოზიცია აქვს საკრებულოს თავმჯდომარეს. საკრებულოსთან აუცილებლად უნდა იყოს ასეთი სახის პროექტების შეთანხმებები და რა თქმა უნდა მაზიგროთი თავით გაკეთება რაიმის და გადაწყვეტილების მიღება ფაქტობრივად მიმაჩნია სწორად. ახალი გზის გზაზე საუბარი არ ყოფილა და რომც ყოფილიყო ნამდვილად არ დაუჭერდა ჩემი ფრაქცია მხარს ამ პროექტს. დეპუტატები, რომლებიც აი აპელირებენ თითქოს არ იყო შეთანხმებული საკრებულოსთან, როგორც მე ვიცი, იმ სხდომაზე საერთოდ არ მოსულან, არ ყოფილან. 9 აპრილის სკვერში გზის მშენებლობის შესახებ საჯარო განხილვები ხვალიდან იგეგმება. საინიციატივო ჯგუფის ინფორმაციით, თუ მერია მათ მოთხოვნებს არ გაითვალისწინებს, შესაძლოა მშენებლობის შეჩერების მოთხოვნით საპროტესტო აქციებიც გაიმართოს.